სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ექნებათ დაასრულონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბნალექზე, ქარიშხალზე და საშემოდგომო ყინვაზე. სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში 5 სადაზღვევო კომპანიაა ჩართული. მოგესალმებით, აგროდაზღვევის პროექტი გახლავთ სიახლე ზოგადად, ვინაიდან სულ რამოდენიმე წელიწადია, რაც ეს პროექტი ჩვენ დავიწყეთ. ყოველი წელი გამოირჩევა სიახლეები, ჩვენ გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთებით თანადაფინანსების ნაწილში. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი არის უკვე სტანდარტული ტრადიცია, შეიძლება ასე ითქვას, ვინაიდან ყოველი სეზონის დაწყებისას ჩვენ გვაქვს შეხვედრები, გავდივართ კონსულტაციებს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთან. ასევე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უკვე საველე პირობებიდან, მოგესალმებით, იყო რამოდენიმე სეტყვის შემთხვევა, თუ რა პრობლემატური თუ სხვა საკითხები დაფიქსირდა, რათა ერთობლივად განვიხილოთ, უშუალომდგომლოდ. 15 წელზე მეტია რა აგროპროექტში, როგორც აგროდაზღვევაში ჩართული. 2014 წელიდან სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად ჩავერთეთ აგროდაზღვევის პროექტს, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ზოგადად ქვეყანაში აგროდაზღვევის მიმართულების განვითარებისთვის. 2015 წელს უკვე ჩვენ ყავდა დაახლოებით 20,000 ბენეფიციარი. დაახლოებით ეს არის ბაზრის 40%, რაც დაესვა. 2015 წელს დაახლოებით ჩვენ დაფიქსირდა 4,000 შემთხვევა და დაახლოებით არასწორ მოსავალმა შეადგინა 5 მილიონი ლარი.